ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. ჩვენ ვიცით ზოგადად საერთო პრობლემა, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა მხარეს თავისი თვისობრივი პრობლემები აქვს და ჩვენი ვალდებულება არის ყველგან მივიდეთ. სადაც ნახავთ აი ასეთ ლოგოს, ეს არის საქართველოს რეგიონები და ვარ ყველგან სადაც საჭიროება მოიწონს. არა ხარისხზე, არამედ ისევ კიდევ რაოდენობით. შედეგად რა მივიღე? შეიქმნა 4000-ზე მეტი კოოპერატივი და დღეს 1000-მდე აპარატის დარჩენილი. ვინც ამ სისტემაში მუშაობს, ისინი დამეთანხმებიან, რომ არ არსებობს, არ გადის დღე, რომ კოოპერატივი არ გაუქმებაზე არ წავიდეს, ანუ შედეგი ვერ დავდგეთ. ჩვენ ასეთი რამე შევთავაზებთ და ამაზე მუშაობა მიდის უკვე აგრარულ კომიტეტთან და ვითარდება ძალიან ბევრ სამუშაო ჯგუფში ვარ ჩართული, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას და განათლებას და აი ეხლა მიდის ამაზე მუშაობა, რომ საოჯახო მეურნეობებს უნდა მიენიჭოთ სტატუსი. იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია გამყარებული იქნება, ჩვენ ასე ზეპირად არ ვთქვით, რომ ეს კვლევის შედეგები კი დავდეთ, მაგრამ მოსახლეობას ვკითხეთ. გამოვკითხეთ 1660 ბენეფიციარი, რომლებიც ამბობენ, რომ კი აუცილებლად საოჯახო მეურნეობას უნდა ჰქონდეს სტატუსი, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდეს მიღოს მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში, ოღონდ აქ ჩავდეთ ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაგეგმა. საოჯახო მეურნეობისთვის სტატუსის მინიჭება არ უნდა გამოიწვიოს მასზე საგადასახადო ვალდებულების თავის მიღება. ის უნდა იყოს ჩვეულებრივი ფიზიკური პირის რანგში. და რატო? საოჯახო მეურნეობის მთელი არსი არის ის, რომ აწარმოოს იმდენი რამდენიც ოჯახს სჭირდება და ძალიან მცირე ნაწილი ჭარბი გაიტანოს ბაზარზე გასაგებად. საოჯახო მეურნეობა ეს არის მრავალპროფილური, მაგრამ ყველას აქვს თავისი დომინირებული ერთი ან ორი დარგი. თუ სახელმწიფომ სწორი პოლიტიკით ამ დომინირებული დარგების გაძლიერებას შეუწყო ხელი, ჭარბი მოსავლის ბაზარზე გადასახადო პროდუქტის რაოდენობა იზრდება. მაგრამ თუ ის იმდენად კარგ პროდუქტს აწარმოებს, რომ მოთხოვნა ბაზარზე გაიზარდა და ეს ვეღარ აკმაყოფილა ის ბაზრის მოთხოვნას, ამ სასაკეთებს. ეძებს თავის მსგავს, ხო? იმისთვის, რომ ბაზრის მოთხოვნა კარგად დაკმაყოფილდეს. აქ ჩვენ მივდივართ ბუნებრივ გაერთიანებასთან და არა ხელოვნურად შექმნილ რაღაც გაერთიანებებთან. და კიდევ ერთი საკითხი. საოჯახო მეურნეობები არის ადვილად მართვადი მეურნეობა. ჩვენ იქ ჩადებული გვაქვს ქალისა და მოზარდის როლი საოჯახო მეურნეობებში, მათი უფლებების დაცვა, მათი ხელშეწყობა, მაგრამ ყველაზე მთავარი ნაწილი. ჩვენი ქვეყანა არის აგრარული, ჩვენს ხანაირად ვერაფრით ვერსად ვერ დავიკავებთ ჩვენს ნიშანს, თუ არა ბიოწარმოება. აი თქვენ ხა გადმოგეცით სახელმძღვანელოების სწორედ ერთ-ერთი არის ბიოწარმოების სახელმძღვანელო ფერმერებისთვის. ორი სახელმძღვანელო არის გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა და ანთროპოზოონური დაავადებები. ეს უშუალოდ ჩვენს მიერ შემოწმებული, ასე ვთქვათ, მარტივად საკითხავდა უცხოელი გარემოს სოფლის მეურნეობა და გარემოს სოფლის მეურნეობის მაკეტინგის. აქ არის რეცეპტები მოცემული, როგორ ვაწარმოოთ სახლში ბიოსასუქი. ეს ყველაფერი ზოგადად საოჯახო მეურნეობებისთვის არის. საოჯახო მეურნეობების გადაყვანა ბიო მეურნეობებად ძალიან ადვილია. ჩვენი ნიშა სწორედ ეს არის. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ბატონო არა მარტო ჭიათი. არა მარტო გახსოვდა ერთ-ერთი ძალიან კარგი სასუქია ჭიათებიდან მიღებული ორგანული სასუქი. ეს არის არაჩვეულებრივი, მაგრამ არსებობს კიდევ სხვადასხვა მეთოდები და აი ეს ყველაფერი ვცდილობ, რომ ოჯახის პირობებში როგორ შეიძლება მცირე ნაყოფიერებისთვის ასეთი სასუქები დავამზადოთ. ხოლო რაც შეეხება ანთროპოზოონოზურ დაავადებებს, ეს არის ის დაავადებები, რომელიც საერთოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის და ბევრ ამის თაობაზე არის. სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების შემდეგ ძალიან ბევრი უცხო დაავადება გაჩნდა ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული მართვა ჭირდება. ის სახელმძღვანელო კი ეს რომელიც არის ბიომწარმოებელი ფერმერებისთვის, აი ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აღსებული კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული სამუშაო წიგნი, მაგრამ სამწუხაროდ აი ამის დასაბეჭდად სამხარო ვერ გამონაკლს, ისევ ჩვენი ხარჯებიდან მოვიკერით ყველაფერი და ეს წიგნის დავბეჭდით. ეს
ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ამას უსასყიდლოდ ვარიგებთ. ხოლო რაც შეეხება უკვე აგროსექტორის ინვესტორს, ხო, აქ ჩვენ კაცრად დავსვით ასეთი საკითხი. ჩვენ არ მიგვაჩნია სექტორის ინვესტორად ის უცხოელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიწას ყიდულობს ჩვენს ქვეყანაში და როგორც თავისი უძრავი ქონება ტოვებს მას და ძალიან ბევრი მიწები იყო ესე მიყრილი და დატოვებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აგროსექტორის ინვესტორი უნდა იყოს ის, ვინც წარმოებაში ჩადებს ფულს, გადამამუშავებელ საწარმოში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მივესალმებით ასეთ ადამიანს. შემდეგი პროექტი, რომელიც ამას მოყვა, ყველასთვის კივლიური, ეს არის მიწის ფონდის მართვის მონიტორინგი და შეფასება. ჩვენთან სამწუხაროდ ეს ხო პროექტი განვახორციელებთ 2018 და 2019 წლებში. და ამაზე ჩვენი რეკომენდაციები წარვადგინეთ ისევ აგრარულ კომიტეტში, ძირითადად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარულ კომიტეტთან გვაქვს ურთიერთობა. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რამდენ მიწას ვფლობთ, დღესაც არ ვიცით. არ ვიცით რატო. ერთია რასაც სისხლით ვკარგავთ. მეორეა რასაც გადმოჭროჭებული ეს ფაქტი, ჩვენთან გადმოჭროჭებული საზღვრები ყოველთვის პანიკას იწვევს, იმიტომ რომ აქ ოკუპანტი ქართულის, მაგრამ რას ვერჩით საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს, რატო ხმას აღიარებთ, რას ვერჩით სამხრეთ ნაწილს, რატო ხმას აღიარებთ. თქვენ იცით, რომ მხოლოდ ალაზნისმიერი ეროზიით 300 ჰექტარზე მეტი მიწა აქვს მითვისებული აზერბაიჯანს. აღარ ვლაპარაკობ ინგეჩაურზე ამოჭროჭებულ, კილომეტრ-ნახევრით ამოჭროჭებულ საზღვარზე. აღარ ვლაპარაკობ დავით გარეკზე, რომელიც საკმაოდ ისეთი გახდა თემა და წარმოიდგინეთ, რომ ამ თემის აწევის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ჩვენგან მე გავხსოვთ, რომ მე გავაკეთე სიუჟეტი იმ მიწათმოწყობთან, რომელიც ესწრებოდა საზღვრების დადგენას და რომელმაც ის დამალულობები ჩვენთანაც გამოაჩინა. რომ არ დაკარგულიყო ეს დევს ტელევიზიაში და ნებისმიერ შეუწყებაში. ამის შემდეგ გაწყვეტა ეს ამბავი. ანალოგიური სიტუაცია ვარ ჩვენ სამხრეთში, სადაც სომხეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ნელა-ნელა იწევს. ჩვენ წარმოიდგინეთ ერთ-ერთ კონფერენციაზე ვარ და სომხეთი ამას ვამბობ და უკვე პროგრამა სადაც 2024 წლები იყო. სომხები თავს იწონებენ, რომ ისინი უკვე ბიოწარმოებას მისდევენ და საუკეთესო პროდუქტი წარმოადგენს. იმ ტერიტორიებიდან, რომელიც ისტორიულად შემოვიდა. ეს ის სოფელი, რომელიც ისე მთავრდება, ის ქართულია. იდაბერ უთხარი სოფელი, გიხარული. მე ცხადაც რა მივთითი, თქვენ გიხარია. ზეგამი სახელის ამერიკა. ისეთი სოფლები იყო დასახელებული, რომელიც სუფთა ქართული სოფლებია. მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს სულ არ აინტერესებდა. საზღვარი სად გაედინება. იმასაც ვერ ვიცავთ, რაც საბჭოთა კავშირის დროს საზღვრები გააკეთეს. დაბრუნებაზე ვეღაჩეს. აი აქ ჩვენ ამ მიწის ფონდის მართვის მონიტორინგის დროს აღმოვაჩინეთ, რომ 4-5 სამინისტროს ხელშია ჩვენი მიწის ფონდი. სამწუხაროდ ზოგიერთმა თანამდებობის პირმა ისიც არ იცოდა, რომ მიწის ფონდი მარტო სასოფლო-სამეურნეო მიწებს ამოიცავს. მიწის ფონდი არის ყველაფერი, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო, ისე ტყის, ისე აკვატორიის, ისე წყლის ქვეშ არსებული ეს ჩვენი მიწა შვილი არსობს. ყველგან სხვა კითხვას და აქაც უნდა დავსვა. რამდენი თქვენგანი უყურებთ საზოგადოებრივ არხს? პირველ არხს საზოგადოებრივ არხს ხავს თავისი მმართველობით ბორდი, ხო? რომელიც ხელფას იღებს ჩვენი გადასახადებიდან. იმას, რომელსაც კარგია უყურებთ, მაგრამ თქვენ ახლა ალბათ 30% ვინც უყურებთ. დანარჩენი ხო არ უყურებთ. იმ ტელევიზიის ბორდის თანამშრომლებს იმხელა ხელფასები აქვს, შეგვიძლია ზოგიერთ ასწავლის. მას კი ჭირდება მმართველობითი ორგანო და მიწა, რომელიც გვაჭმევს, გვაცმევს და რომ მოუკვდებით უნდა მიგვიბაროს, პატრონი აკავს. სერიოზულად აკავს პატრონი. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც პატრონი კი არა, უფრო მეტად სოუდაგარია. მისთვის მიწა ერთადერთი რამეა,
ეს არის ყიდვა გაყიდვის ობიექტი. მეტი არაფერი. მისთვის არავის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინეთ, რომ მიწაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სოფლის მეურნეობაში ქვეყანას ყავდეს ინსტიტუცია, რომელიც არის პოლიტიკის გამტარებელი და მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ამ მიწაზე განახორციელოს რაიმე პროექტი თუ ეკონომიკის სამინისტრო ამას არ დაუდასტურებს. ამის ნებართვას არ მიცემს. ეს არის ძალიან კატასტროფული მომენტი, ამიტომ ჩვენ ასეთი რამე შევთავაზებთ. თავობის ხელმძღვანელთან ეს პრემიერ-მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი ჩვენ უნდა გადავედით საპარლამენტო ქვეყანაოთ აღარ გვეყოლება ესეთი დამოუკიდებელი პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრმა უნდა შეიქმნას მიწის მართვის ეროვნული სამსახური დეპარტამენტის აგენტო, რაც გინდა ის დაუწყო, რომლის გარეშეც ნაბიჯი ვერ უნდა გადადგას ვერც ერთმა უწყებამ. აუცილებლად უნდა მოხდეს მიწების დეცენტრალიზაცია. თვითმმართველობებმა უნდა იწოდნენ და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ თავის საზღვრებში თვითონ მართოს მიწა, ისე როგორც ეს მის მუნიციპალიტეტისთვის იქნება საჭირო და მომდიდრო. ელემენტარულად საბავშვო ბაღის აშენება რომ უნდოდეს, არა მოკლეს მესაკუთრებაში მინდა. საბავშვო ბაღის აშენება რომ უნდოდეს, 50 ნიასები მიწის ნაკლებს არ ითხოვს ეკონომიკის სამინისტრო. ამას გეუბნებით კონკრეტულ ფაქტს. რაზეც აი ამ შეხვედრებს რომ მოვუჩერდი, ალბათ სერიოზული მომიწევს ეკონომიკის სამინისტროსთან ამ თემაზე დაჯგუფება. თან ისეთ მიწაზე, რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ იყო მუნიციპალური საკუთრება და ვიღაცას გაიხსნა მადა, რომ იქ კაი რაღაცა აშენდებოდა და შეატანა თავის ბალანსი აღებინა ეკონომიკის სამინისტროს. ანუ ყოფილი მუნიციპალური მიწა. საბავშვო ბაღისთვის ვერ გაუმეორებია. ამიტომ ვახოთ, უნდა მოხდეს მიწების დეცენტრალიზაცია და აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს მიწების განხილვის უფლება. რა თქმა უნდა კონტროლის ქვეშ, არ კი ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის სამსახურის კონტროლის ქვეშ. ჩვენ კიდე უარეს ფაქტს ავაწყდით ამ ბოლო პერიოდში. მე ძალიან აქტიურად ვიყავ ჩართული მიწის ორგანული კანონის მიღების, მიწის საკუთრების ორგანული კანონის მიღების პროცესში. აქტიურად ვიყავ ჩართული თუნდაც კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაჩენისთვის, რომელმაც აკრძალა უცხოელებზე მიწების გასხვისებები, რომ ამ პერიოდში და ერთმანეთს ვარ მისევათა ეროვნული აკადემიის მოქმედი კომისიის წევრი და აკადემიას დადგა ჩემს გვერდით და ძალიან მაგრამ მეხმარება ბევრ საკითხებში. ეს შევძელით, მაგრამ კოდექსი, მიწის კოდექსი, რომელიც არსებობს, ჯერ ვერ მივიღეთ. მიწის კოდექსი რომ მივიღეთ, მე ბევრი რამე დავაკვირდი. ყველაფერი დასრულდა. აი ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საძოვრების გასხვისება შეიძლება, უცხოელებზე მიწების გაყიდვა, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ჩვენ მეორე უკიდურესობას სავაწყდით. ერთი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრი უცვლის კატეგორიას მიწას და უკვე გადაყავს სხვა კატეგორიაში. ერთია რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში სისტემას უცვლი, ეგ ერთია საძოვარი გადაიყვანოს საფლავში, არც უნდა გადაიყვანოს დაუშვათ, მაგრამ როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწას გადაიტან არა სასოფლო-სამეურნეოში, იმიტომ რომ გაასხვისო, ჩემი აზრით ეს არის დანაშაული და არ შეცვლა. ასეთ ფაქტებს ჩვენ კაცრად გავაკონტროლებთ და ძალიან სერიოზულად დავაკეთებთ საკითხს. თქვენ ახართ უკვე მე-6 მუნიციპალიტეტი, სადაც არა, მე-8 მუნიციპალიტეტი, სადაც შეხვედრაზე მოვედი და წარმოიდგინეთ, რომ საჯარო რეესტრის მიმართ იმდენი პრეტენზია დაგროვდა, რომ მე მგონი ამ შემოვლების დაფარებამდე მე და საჯარო რეესტრი ცუდად დავეჯახებით ერთმანეთს. თუმცა კი, როდესაც დაიწყო სისტემური რეგისტრაცია და ინდივიდუალური რეგისტრაციის თანხა ეს კატასტროფულად გაიზარდა, სამუშაო შეხვედრაზე ჰქონდა შეხება, აგრარული სამუშაო ჯგუფში ჰქონდა შეხება და მე იქვე დავსვი საკითხი. მეუთხარი, მე არ ვიცი ჯერ მოსახლეობის აზრი და პოზიცია, მაგრამ ჩემი როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიცია არის უარყოფითი. არ შეიძლება იმ გრაფიკში, რა გრაფიკით თქვენ გაკეთებული განხორციელდეს კარგად ეს თქვენი სისტემური რეგისტრაცია და ყოველად მიუღებელია
პირველადი რეგისტრაციის ინდივიდუალური რეგისტრაციის ამხელა თანხაზე გაზრდა. 300 ლარი გახდა და ეს 300 ლარი ერთი კონკრეტული მიწა, მაგრამ ნაკვეთი, რომელიც Skype-ის პროგრამის დროს აღწერაში სამ ნაწილად გამიყვეს 25 მიასები. მე სამივე ცალკე უნდა დავარეგისტრიროთ. ანუ მე რა გამოდის 900 ლარი უნდა გადავიხადო, იქ ნახაზების ფონდი უნდა გადავიხადო. მიწები რეალურად დანაწილი დაკეთდა 25, მაგრამ საარქივო ჩამოწერა 70 უშუალოდ შეფასებაზე და 65 მიასებზე აღიარებით კომისიაზე შედის. აღიარებით კომისიაზე დამატებითია 300 ნაწილს. აი, ძალიან ბევრი აი, სწორედ აი ამ საკითხების შესწავლა ძალიან ბევრი რამ დაგვაქვს. სისტემური რეგისტრაცია ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, თუ სწორად დახოცილდება. მაგას რა ჯობია უფასო კომისიასა და რეგისტრაციის, მაგრამ სწორად უნდა დახოცილდეს. სისტემური რეგისტრაცია იწყება აი ერთ კონკრეტულ ჩემი სოფლის მეზობლად დაიწყო. ბოლომდე ვერ გამიგონე, იმიტომ გრაფიკში ვერ ჩაიწერე. მთელი ჯგუფი შეკრეს და აღმოსავლეთ კახეთიდან წაიყვანეს დასავლეთ საქართველოში. მე და ჩემ შემდეგი სოფელი დავჭით რეგისტრაციის გარეშე. როდესაც პრობლემას ხედავ, ეს პრობლემა უნდა ჩამოვაყალიბო კარგად, სწორ ადრესატამდე მიიტანო და რაც ყველაზე მთავარია. არა მარტო პრობლემის დანახვა მნიშვნელოვანია. პრობლემის გადაჭრის სწორი გზის ჩვენებაც არის აუცილებელი. მეზობლები დაუწერ მართლა ამისი 20 წელი. აგრებულო ჩართულობა უნდა იყოს და მათი დასწრით, მათი მოკლებით უნდა მოხდეს გაფორმება. ერთი თვე იმუშავა. მაგათ იციან ყველაფერი. სამი მეზობელი უნდა და ხომე რომ შევია და შეგამუშავე და ისანი იყო ეგენი. და სამი მეზობელი ცოტა აზარ. საკრებულო ვიც იურიდიული პირია და სერიცების გაფორმება რომ მიდიოს და იმეპატრონ მეზობელს ვაწერებდით ხელს მართლა იმისია და ეს 5 წელი 6 წელი ესაა. საკრებულო თავმჯდომარეა, ეგ იურიდიული პირია. ისა რომ შეიცავდეს საფრთხებას ხო და დაიჯება ხო და ამიტომ ბარად შეფულობა საკუთარი მე უყურებ რაღაცა მაგას ჩამოვიდი და რაღაცა ჩამოვიდი. მაინტერესებს და ხო რავი ხო პრობლემები აი მოვიდა დრო 30 მიასები გაუფორმო ზოგადი მე ერთი მიჭერე საპრობლემო გადაცემული საკითხია. მინდა რომ იქაც არ დავახსენე ანალოგიური სასამართლო დავამიდიო და იმას არ დავუგეს. სასამართლო დავის პროცესის დავის პროცესი დავის. აი რა შეიძლება უკვე რა ასე გამოვიდა. ეგებაში ისორი რეგისტრაცია. ეხლა მიდი 300 თუ სავინჩი და სუცა რაღაცა რეგისტრირებე რომ ეხლა საჭირო დაჟი აი რო ახალ და შეიძლება და საკითხი ისაკითხია. ასე ვაფშე ყოფილა მაგრამ თვითონ რა ისე ინფორმაციას გვაქვს და საერთოდ არ შეაქვს. პროსტა გეოლოგიური და სწორია. მე უშვი მე ვიდეო და აი ზუსტად აზრი არა კარანაირი. აი სოფლის რწმუნებულები საერთოდ არ თავენ ინფორმაცია სასარგებლოა. მაგით ინფორმაცია რაღაცა ჩვენგან რა უნდა თქვა. გაუცემელი სტარტია განსახილება გაუცემელი სტარტია თვითონ პიროვნებას ვნახე რა ვიზა ჩემ აფურზე ხალხო ხარჯა გაუცემელი პარასაიტია მე მარტო დავგეხე რა შეიძლება მივწერე რომ საჯაროებში გაუცემელი პარტია და მოყვა მაინტერესებს მეზობლებს დაუგასწრებდე ყურა გაიგე რა ყველაფერი შეიძლება მეზობლებმა დაუგასწრდეს პიროვნებას ვაფშე არც მოულილა და ხო კანონში უნიტასები არც მოულია ისე შეიძლება გაუცემელი და ჩემთან გაცემული ნაკვეთებზე დაირეგისტრირე. უღია უბრალოდ საჯარო რეგისტრია. 1000 მიასედებათ როგორ შეიძლება დაყოფილი იყო სასაფკარებად. ერთმა შემოიზონა თავისიათი გაიფორმა, იმის მერე 4 ნაკვეთი კიდე 4 40 მიასები შემოიღობა
აღიარება გამოვიდა და გაუფორმეს. გავედი მე უთხარი 4 ადამიანისა, 4 სხვადასხვა პიროვნებისა. შენ მუნიციპალიტეტის უფლებები არ იგებაო იმ 4 ადამიანმა სასამართლოს მიმართოს და სასამართლოზე ხო, იჭირა. გადამისამართება სასამართლო. ხო და მე ამის მერე რაც კიდე მე აღარ ჩავერები რა თქმა ჩვენ ვაფშე რა ფიში როგორ გიქრეთ. და თეგი დაახორეთ. აუ მე უყურე მეკითხები. მე ხო აღარაფრის მოხელე აღარ ვარ. სადი თუ საქმე ეხება და ვინმე მუჩილო, აგე სამი მეზობელი. სისტემაზე რომ მოვიდნენ. დიპონე და მე აღარ მოვიჭორე, აღარ პასუხს გავცეთ აღარაფერს. იმ ხვითელ ჩამოვიჭერ უჩვენ დაგერო სისტემაში გამოდიოდა პიროვნება, მაგრამ რეალობაში არც არასდროს ყოფილა იმ სხვის და იყო იმ პიროვნების ვინც ეხლა გააკეთებინა ხალხი. უაყვაინეს მეზობლები სულ ყველაფერი აქეთ იქით, იმ სხვასაც საქმეინი სულ არის იმ თვითონ თავად ოფრებში, მაგრამ რეალობაში რომ ნახე ეხლა დაუყურებ ამ მონაცემს, ისევ ძველზე გაფორმდა. და ეს ხალხი რაღაცზე მოიყვანეს და ადამიანს გონია რომ ჩემზე ფორმდებაო და ისევ ძველზე ფორმდება, რომელსაც აბსოლუტურად შეხება არ გონია იმის ნაკეთთან. როდესაც უცხოელი მიწას ყიდულობდა, ვერ ყიდიდი სიტყვაზე. მე ვაფასებდი 100 ლარს ჰექტარს. იშვამავანის ჩემსა და უცხოელ შუად ვინცინია. ამ 100 ლარს კიდე ამატებდა სამჯერ მეც, 300 ლარს. უცხოელი იყიდა 1 ჰექტარზე 500 ლარს. ოფიციალურად კი დაფიქსირებულია 100 ლარი. იმას 500 ლარი გადაიღო. ეს სადაო გახდა. ის რომ გავიდეს იმით თქოს კომპენსაცია. კომპენსაცია რომ გადაიხადო, თქოს იმას რაც მან გადაიხადო. ოფიციალურად 100 ლარია ფაქტიურად მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობის რა აზრია უცხოელზე იქნება თუ ქართველზე იქნება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეხლა ის მიწა უცხოელზე იქნება თუ ისევ ქართველი იყიდეს რა მნიშვნელობა თუ არ დაუბრუნდა აი გეტყვი ხარ ამის თუ იმან ერთი წლის განმავლობაში გაასწორებს მიწა ეს იმის გამო ეს მიწა არის დაკარგული ეს იმოსაც არის აი 2011 წელს შეისყიდეს და დაიწყეს დამუშავება მაშინ და მოსახლეობა გარეკეს რა ფაქტი იმის შემდეგ ის მიწა არც მოხნულ არაფერი საძოვრადა აი ვერ სამუშავებს ხალხი რომ თუ იცით როგორ არის რეგისტრირებული საერთოდ ეს მიწა რა კატეგორიად რა კატეგორიად მიწას მიიღება ხო საფრანგეთია მაგრამ არაფერი ისია საფრანგეთია მაგრამ საძოვრად არის ეს საკმაოდ რთული საკითხია თუ მოხდებოდა მაგნიტის სახელმწიფო თუ აიღება ისეთი კაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია მაგნიტის სამხატვრო და სოფელ შეიძლება საკითხს საძოვრო ან რაღაც როგორც არის იმ ადამიანებისგან უნდა შეიქმნას ამ ხალხობა და უნდა მოხდეს ეს მიწა მათზე იჯარით გადასვლა ამიტის გადასვლა იჯარით ამ ხალხობას ენა გამოსავალია ისაც არეზერვოა ჰექტარი და ჰექტარები შეუძლია რომ დაგასვლიერ